მგზავრები ნაინო ქაშიბაძე და ბარბარა ხარხელი გთხოვთ სასწრაფოდ გამოცხადეთ მეორე გასასვლელთან. მე ნაინო ვარ თბილისიდან. მე ბარბარა პარიზიდან. ჩვენ უკვე 2 წლეულია საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ პოდკასტში ყოველკვირა მსჯელობთ ცხოვრებაზე, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს და ვცდილობთ გადავრჩეთ. დაწეული მქონია ხმა და იმიტომ არ მასმის კარგად თქვენი ნარნარა ხმები. всё, მესმის ყველაფერი. მე ვაფშე. დავიწყე ჩაწერა. ჩემიც ხო გესმით? კი, კარგად, ჩემი, კარგად ისმის? მე მგონი ყველაფერი კარგად არის. კარგი. გავაკეთოთ შესავალი? დავიწყოთ? ესე იგი ვაგრძელებთ ჩვენს რუბრიკას სტუმრად ყოფნის და ამჯერად ვართ სტუმრად ჩვენ. ანუ წინა პოდკასტში რომ ველაპარაკებთ სამოგზაურო პოდკასტი, მაგრამ მოგზაურობაზე არ არის, ეს ცხოვრებაზე არის. ექსპატებს ველს ვისაუბრებით, ემიგრანტებს და დიდხანს ნაცხოვრებ ხალხს გამოცდილებით. ხო და ჩვენი რუბრიკა სტუმრად ყოფნის გრძელდება და ამჯერად ვართ ისლანდიაში სტუმრად. ქალბატონ ნინოსთან, რომელიც მეგობრებისთვის პიკო არის. და ვისაუბრებთ ცხოვრებაზე ზოგადად და იმ თემებზე, რასაც ერთმანეთს ისედაც ველსაუბრებით ხოლმე, იმიტომ რომ პიკო ჩვენი მეგობარია. და დიდი ხანია არ გვინახავს, დიდი ხანია არ გაგვიგია რა ხდება მის თავს და არის რაღაც საინტერესო თემები, რაზეც გვაინტერესებს მისი გამოცდილება და თან შედარება ისლანდიასთან, იმიტომ რომ ისლანდია ყოველთვის რაღაცნაირი ისეთი შორეული და შეუცნობადი ის იყო ადგილმდებარეობა და პირველი კითხვა რითიც უნდა დავიწყო, ანუ აუცილებლად ვიცით საშუალება ბიორკს იცნობ პიკო. პირზე კოცნით არ ვიცნობ, არც ერთხელ არ მინახავს. ბიორკის პირველ კაცი ცხოვრობს. კი, ბიორკის ვინმენაცეცავს აუცილებლად ვიცნობს და ვინმე დაკაც და ძმაკაც. იმიტომ რომ ხო, რავი, 2 კინკილა კაცი ცხოვრობს ისლანდიაში და ერთმანეთს ყველა იცნობს. ამინდი როგორია? ზოგადად ამ წამს. როგორც ხვდებით, ახლა ცოტათი ჩამობნელებული ვარ. იმიტომ რომ თებერვალი არის და ზამთარში გრძელი ხამეები იცის და ეს გრძელი ხამეები პიკზე ისე არის ხომ რომ მზე საერთოდ არ ამოდის და ზაფხულში მზე საერთოდ არ ჩადის. ეგ მზის არ ჩასვლა, ეხა გამახსენდა ნორვეგიაში განვიცადე პირველად არ მახსოვს ამაზე მოვყევით, მაგრამ ძლივს დავიძინე ღამე, ანუ ყველანაირად ბოლოს ალბათ გადავსკოჩავ ამ ფარდებს, იმიტომ რომ თურმე რა დიდი ნაწილი მიხვდეთ იმისა, რომ მე ისინი ბარბის არ უყვარს ეგ ნეფები, მაგრამ მე ნეფების დიდი მოყვარული ვარ და შემიძლია რომ ეს წაუძინო დღის განმავლობაში, მაგრამ აი ეს თურმე ღამე რო სინათლეა, სულ სხვა mindfuck-ია რა. კი. როგორ მიეჩვია მაგრამ სამაგიეროდ მე ზამთარი რომ მოდის უგეძინება. ანუ უფრო რთული უნდა იყოს. უფრო და ახლა უკვე აღარა აქვს ისეთი გავლენა. ეგ უფრო რთულია მე მგონი, საერთოდ რომ დღის შუქს და მზეს ვერ ხედავ, ვიდრე რომ ღამე დაიძინო, თქვათ, მაინც არის საშუალება რომ ჩააბნელო რაღაცნაირად ოთახი და ხო, ეგრე კი, ხო, იმას ვერ გაანათებ. სიმბლელეს ვერ გაანათებ. მზეს ვერ მოიყვან. კი. და მაგიტო არის რომ ზამთარში დეპრესია უფრო იმატებს ხოლმე ადგილობრივებში და უცხოელებშიც ვინც აქ ცხოვრობენ, იმიტომ რომ ეს უმზეობას როგორც ჩანს ძალიან დიდი გავლენა აქვს. ხო, ეგ ზოგადად სკანდინავიის ქვეყნებში ხო ძალიან ის არის და უფრო ჩრდილოეთ ევროპისკენაც რაც უფრო ბნელა, მით უფრო ის არის. დეპრესიის თემა უფრო აქტიურია, მაგრამ ანუ ისლანდიაში აქვთ მოფიქრებული როგორ დაჰენდლონ ეგ, იმიტომ რომ რაღაცა ზოგადად ხო კმაყოფილების და ბედნიერების მეებით მაღალ იმებში ხართ ჩვენთან არ ხართ ახლოს. ეთყობა რაღაცა ადაპტაციის და იმის ისინი გამომუშავებული აქვთ რა.
სტრატეგია შემუშავებული. ანტიდეპრესანტები ძალიან პოპულარულია. არა, ხალხი ძალიან აქტიური არის, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ვარჯიში გამოყოფს ეს სიამოვნების ჰორმონებს, რაც აბედნიერებს ხალხს, დ-ვიტამინს ძალიან აქტიურად იღებენ და სამუშაო ადგილები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ იმას, რომ თანამშრომლების ჯანმრთელობა და მენტალური ჯანმრთელობა წესრიგში იყოს და ეს ჯანსაღი, საჭმელი, ხილი, ანუ სამსახური თუ არის სამსახურების ბაზარზე რამეს თუ წარმოადგენს, ეს ყველაფერი წესრიგში აქვს რა, რომ თანამშრომლებზე იციან, რომ დიდი გავლენა აქვს მაგას. ოკეი, ანუ აქ მინდა ისე გადავიდე სმუზლი იმ შენს პროფესიაში, რომ ზოგადად მოკეცან ისლანდიით დავიწყეთ, იმიტომ რომ ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაყიდვადი მესიჯი, მაგრამ ძალიან ვაწევთ სმუზლის რო აბატებთ. კი. ხოდა, მაგრამ ის რა ქვია, პატარა შესავალი მინდა რომ ზოგადად იმისთვის რომ ჩვენ კი ვიგიცნობ და ვიცით ვინც ხარ, მაგრამ ჩვენ მსმენელებმა ვინც არციან და იმათ ვინც შენი მეგობრებიც არ არიან ვინც გვისმენენ მოუყვე შესახებ და მოკლედ რო გითხრა როგორ აღმოჩნდი ისლანდიაში საერთოდ. როგორც ნაინომ უკვე მოგახსენათ, მე გახლავართ ნინო, უმრავლესობა საქართველოში მიცნობს როგორც პიკოს. და ვარ პროფესიით HR-ი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. და ხო, ნუ ისლანდიაში აღმოჩნდი 12 წლის წინ. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვიღაცა ვიგინდა რა ისლანდიელმა მესიჯი მომწერა და მე საქართველოში ჩამომაკითხა. ხო და მე რაღაცნაირად დამითანხმა და წამომათრია აქეთ. ანუ ევროპელებმა კი არა, აგერ ისლანდიელმა კაცმა წაგვართვა ქართველი ქალები რა. ისლანდიელები ძალიან ამაყობენ იმითი, რომ კარგი ქალების უცხოეთიდან წაყვანა ვიცით. იმპორტი. ანუ ერთი ხუმრობა არის რა ამაში, რომ თუ იცითო ბრიტანელი ქალები რატომ არიან ასეთი შეუხედავებიო, იმიტომ რომ ლამაზი ქალები ისლანდიელებმა უკვე წამოხიკეს. დაიცდათ. მაგრამ ამათ დაადეცინებათ. ისლანდიური მორსაც შევეხეთ როგორ. მე შენ იმას ქნოდ, არ ვიცი, რა ქვია მაგას, საპატივცემულოდ მერთხელ ყველა სიტყვები არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს არის PMS მაქვს. ხო და შენ საპატივცემულოდ ირმის ფორმაში ვარ, იმიტომ რომ რაღაცა მეგონა რომ არის ცოტა ესეთი ჩრდილოეთი და თოვლი და რაღაცა თემაშიც შეიძლება ყოფილიყო. ძალიან მცხელა, მაგრამ ეს არის ეს მსხვერპლი. ეს მსხვერპლი პოდკასტისთვის მსმენელებისთვის არა, უფრო მაყურებლებისთვის არის, მაგრამ მსმენელებო იცოდეთ, რომ მაცვია ირმის ფორმა, რომელიც მეგობრებმა ჩუქეს ძალიან დიდი ხნის წინ დაბადების დღეზე, ძალიან მიხარი რომ ჯერ კიდე მეტევა, ძალიან თბილია და ვიტანჯები. მაგრამ ეხლა ბარბი, რამე ხო არ გინდა რომ დავამატო ჩემს მონოლოგს. ჯერ კიდე მეტევაზე ძალიან უცბად გავბაგე და ჩავფიქრდი რომ ნაინო კიდე იზრდება. იმიტომ რომ ჯერ კიდე მეტევა ეს არის თინას იმაში ვარ რომ აბა კიდე ეტევა და ძალიან გავჭედე უცბად მოდგი რატო არ უნდა ეტევოდეს. თინასაც კარგად ექნება ეს ისევე როგორც მე და თინა უკვე დაახლოებით ერთ იმაში ვართ, რა ქვია, ზომების კატეგორიაში, სიმაღლეში მინიმუმ. ხო, დღეს ესე იგი რაზე გვინდოდა რომ გვესაუბრა გარდა იმისა რომ რა ვიცი, კარგია ისლანდიაში რო ყავს მეგობრები ასწორებს ჩაგვესულება. ერთი რაზეც მოკლედ მინდა რომ შევეხოთ, იმიტომ რომ ზოგადად თლიანი თემა ამაზე ალბათ ძალიან დიდხანს შეგვიძლია ვილაპარაკოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველას საინტერესო იქნება და პირველ რიგში ჩემსაც, იმიტომ რომ არ ვიცი ამაზე ბევრი არაფერი. პროტესტიდან გამომდინარე
ზოგადად ისლანდიის პოლიციაზე რაღაცები მსმენია, ისიც ინტერნეტიდან. და ძალიან ისე აი გაკვრით, ერთი ის მახსოვს, რომ Instagram-ზე ვაფოლოვებ და ძალიან საინტერესო პროფილი აქვს, რაღაც დონატებს როგორ ჭამენ და დღეს როგორ ატარებენ და ანუ ინფლუენსერების კონტენტი უფრო არის ვიდრე პოლიციის. და მეტი ძირითადად არაფერი არ ვიცი ისლანდიის პოლიციასთან დაკავშირებით და ჩვენთან ახლა მოგეხსენება უკვე პოლიცია, საერთო პოლიციას აღარ გავს სამწუხაროდ და მაინტერესებდა რა განსაკუთრებით ესა შორიდან რა განსხვავებებს და ისეთ რაღაცებს ხედავ მაქაურ პოლიციასა და აქ რაც ხდება იმასთან შორის ალბათ გექნება რაღაც პარალელები ადრე ბარბისთან საფრანგეთზეც გვილაპარაკია მაგ ჭრილში და ისლანდია კიდევ უფრო ალბათ საინტერესოა. კი, ისლანდიის პოლიციას ბიორკისგან განსხვავებით ნამდვილად პირზე კოცნით ვიცნობ, იმიტომ რომ მათთან მუშაობდი ერთ წელზე ცოტა მეტი HR-ად და ძალიან კარგად გავიცანი ამ პერიოდში და მათი ეს წესების პოლიცია რითიც მოქმედებს, ეგეც ძალიან გავიშინაგნე. და მაგის მერე რაც ჩამოვედი საქართველოში, საფხულში რომ ჩამოვედი, ძალიან თვალში მეცა რაღაცეები, რომ მაგალითად ქუჩაში რო გავედი ერთხელ იყო და რაღაც 3-4 პოლიციელი ერთად იდგა. არ ვიცი როგორ ავწერო ეს ფორმის იქით ვერ მივხვდი რამე თუ წარმოადგენ, იმიტომ რომ აი არ ვიცი მე მგონია რომ ეგ პოლიციის შეურაცხყოფა არის და იმ ადამიანების ვინც მუშაობენ, იმიტომ რომ არანაირი კუნთი ტანზე არ ეტყობოდათ. ანუ ეგ ისლანდიაში წარმოუდგენელი არის ან დგომაზეც მიხვდები ისლანდიის პოლიციას, რომ ეგ დამატებითი არის რა არ აქვს მნიშვნელობა. ანუ ათლეტურ ამბავში, რომ უბრალოდ ფიზიკურად კარგად მომზადებული იყო, რომ ვინმეს დაეწიო გაქცევა თუ დაგჭირდა. პოლიციაში რომ მიგიღონ აუცილებლად უნდა ჩააბარო ეგრეთ წოდებული ნორმატივები და მე ყოველწლიურად კიდე დამატებით არის საკმაოდ დიდი მოთხოვნების ნორმატივები, რომლებიც უნდა ჩააბარონ და პოლიციაში მუშაობის პერიოდში არ მინახავს არც ერთ პოლიციელი, რომელიც ამბობდა, რომ აუ მეზარება, სავარჯიშოდ წასვლა ან რაღაცა ეგეთი, უფრო იყო ხოლმე, რომ აუ როდის წავალ ახლა სარბენად და საკეთილმოქმედო მარათონებში იღებენ მონაწილეობას, წელს იყო პირველად, რომ მთელი აღჭურვილობით მიიღეს მონაწილეობა პოლიციელმა, ეს ძალიან საამაყო იყო მთელი პოლიციისთვის, იმიტომ რომ ჩვენებიც აღჭურვილობით ჩვენების დარბიან. ყველაზე მეტად რაც თვალში მომხვდა იყო რა აი ეს 3-4 პოლიციელი რომ იდგა იქ და ჭორაობდნენ, ანუ ის კი არა, ანუ ბირჟას გავდა რა უფრო, ის კი არა რომ თან უყურებ გარემოს და აკონტროლებ და ეწეოდნენ. აი მაგას ვერ დაინახავ აქ. ჯერ ერთი რომ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმდევარი პოლიციელები ესაც ერიდებიან მოწევას, მაგრამ ფორმას შეურაცხყოფას არ მიაყენებენ, იმითი რომ ფორმაში დადგნენ და მოწიონ მით უმეტეს სამუშაო საათებში. აი ეგ არის გამორიცხული აბსოლუტურად. მე მგონი აკრძალულიც არის არა? იმიტომ რომ არასდროს არ დამინახავს არც მე პოლიცია რო ეწეოდეს და მე მგონია რომ არ შეიძლება ფორმით როცა ხარ და პოსტზე როცა ხარ. გაწერილად არ წერია რომ იმინა ბოდიში ზუსტად რომ მაინც და მაინც მოწევა აკრძალული არის. მაგაზე ვახსნილია, იმიტომ რომ მე დავნებდი. ხო რა, ანუ ქცევებისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო რომ წარმოადგენ რაღაცა ჯგუფს. ანუ შენ როდესაც ხარ ცვლაში პოლიციელი, შენ არ ხარ, შენ ფორმა ხარ. და ანუ ისეთი რაღაცები, რასაც ფორმის გარეშე გააკეთებდი, ანუ როგორც რაღაცა სამსახურში მოგხსევის წესები არის, რაღაცა კოდექსი რო არსებობს, რასაც უნდა მიყვე, იგივეა. დაახლოებით, ოღონდ მეტად საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ შენ უსაფრთხოებაა მაგაზე დამოკიდებული. უფრო საპასუხისმგებლო მხრით არის, იმიტომ რომ ანუ იმას არ გააკეთებ, რასაც დამოუკიდებლად შენთვის გააკეთებდი, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ისეთსაც არ გააკეთებ, რაც შენი პიროვნებისთვის მორალურად მიუღებელი არის. და ანუ
შეიძლება პოლიციელები ვთქვათ ვალდებულები იყვნენ რომ არალეგალები გაასახლონ, აიყვანონ, მაგრამ თავიანთ ადამიანობას ამ პერიოდში არ გადააბიჯებენ რა, აუცილებლად იქნებიან რაც შეიძლება თავაზიანები, რაც შეიძლება და რა თავაზიანობასაც და აზრდილობასაც გასცემენ, იგივეს იღებენ ხოლმე როგორც წესი მოქალაქეებისგან. ანუ სამაგალითო უნდა იყოს რა პოლიციელი. და პოლიციაში ძირითადად მიდიან ხოლმე, არა იმიტომ არ ვიცი საქართველოში ან სხვაგან რამე ზეზით მიდიან ხოლმე, მაგრამ აქ უფრო ის არის, რომ ხალხს დაეხმარონ. ანუ მაღალი ესეთი მოქალაქეობრივი შეგნებაც უბიძგებს იმისკენ, რომ ეს დაეუფლონ ამ პროფესიას. ხო, და ან როგორ ავხსნა, რომ ის კი არ არის, რომ დამნაშავეები დავიჭირო. ის არის, რომ მოქალაქეებს დავეხმარო და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო და ამასობაში დამნაშავე თუ არის დასაჭერი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ამ დანაშავეს არა ადამიანურად არ მოეპყრობიან და თუ მოეპყრობიან, მაშინ ძალიან სამწუხარო არის სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ანუ ეგ რაღაცნაირად ისლანდიელების მენტალიტეტიდან გამომდინარე არის, თუ სისტემა არის იაწყობილი, თუ ორივე ერთად, თუ რა განაპირობებს მაგას? შენი აზრით დაკვირვებით. მე მგონია რომ მენტალიტეტი არის. იმიტომ რომ რაც ანუ პოლიციაში ყველაზე გამოცდილ ხალხსაც ვკითხე და რაც თავი ახსოვთ, ესე იყო ყოველთვის. რომ ფორმა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ფორმას შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ოკეი. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ის არის რა. ძალიან დელიკატური თემა, სადაც ან ჩვენთანაც მაგაზე ლაპარაკი, რომ აი ფორმა და პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფა მიეყენეს და რაღაცა, მაგრამ ამავდროულად ანუ ერთ მხარეს რო არის ეგ მხოლოდ მუნდირი შეურაცხყოფა და მეორე მხარეს ვისაც ეს მუნდირი აწვია, ისეთ საშინელებას რო ჩადის, რომ საერთოდ ანუ ვერ აღიქვამ ამ მუნდირს როგორც მას რა პატივისცემის ძალიან დიდი ბოტიში მან ჩავამატებ კიდე ერთ რაღაცას, რომ ფორმის პატივისცემა მოქალაქისთვის ვალდებულება არ არის. მოქალაქეს ის ვალდებულება არ აკისრია, რაც პოლიციელს აკისრია. პოლიციელს აქვს აღებული მთელი ვალდებულება და პოლიციამ უნდა სცეს თავის მუნდირს პატივი. ოკეი. ძალიან საინტერესოა, მე ხა ვადარებთ აკაურს, ანუ რაღაცა მან თან მე მგონი მენტალიტეტი მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ისიც რომ პატარა ქვეყანაა, რაღაცა ესეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ხალხი მართლა ენდობა პოლიციას. და აი ეს რაღაცა დობის ფაქტორი არსებობს, რომ და უსაფრთხოების შეგრძნების, რომ თუ პოლიცია არის, დაგეხმარება და ასე შემდეგ. აქ ეგ აღარ არის, მე მგონი რომ ადრე იყო, იმიტომ რომ მისტირიანი იმ დროს, მაგრამ ეხლა მაგალითად ეგ არ არის ჯერთი რომ ძალიან ცოტა პოლიციელია, მე მგონი მოსახლეობასთან შეფარდებით, ნუ ეხლა პარიზზე ვლაპარაკობ, სხვაგან არ ვიცი როგორ არის. შესაბამისად, ამ 7 წლის განმავლობაში რაც აქ ვარ, ძალიან ცოტა ჯერ მყავს პოლიცია ნანახი. ერთად ტრანსპორტში თუ რამე მოხდა. ან აი რაღაც დიდი შინთუა ტრამპი თუ ჩამოდის მაგალითად და ქუჩებში ბევრი პოლიცია. ასევე საკმაოდ ბევრს ბიჟაობენ, ანუ სულ ერთ კუტოკში არიან და ძირითადად ჭორაობენ. მაგრამ ფიზიკურად ყველანი ისინი არიან ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, მაგრამ არასდროს არ მინახავს რომ მოეწიათ ან რამე მსგავსი გაეკეთებინათ, მაგრამ აი ეგ შეგრძნება სანდობის და უსაფრთხოების სიმართლე რომ გითხრა არ არის, ანუ აი რაღაცას რომ მოგპარავენ პოლიციაში ალბათ არც კი წახვალ, იმიტომ რომ ანუ შანსი არ არსებობს რომ ვინმე მოგაქციოს. ხო, მან მე მგონი მასშტაბის ამბავია, იმიტომ რომ აი დიდ ქალაქებში მართლა ურთულესია, რომ აი ჩვენ უფრო მეტი შანსი გვაქვს, რომ რაღაცნაირად დავემსგავსოთ
ისლანდიის პოლიციას სურვილი თუ გვექნება, რომ აი ეს community-ის თემა სადაც უფრო არის და ნაკლები ხალხია და ყველა ერთმანეთს იცნობს და რაღაცნაირად მოკლედ არის ეგ პატარა ერი, რომელიც შეკრული არის რა. ნუ ეგ უნდა არ ვიცი როდის მოხდება, მაგრამ ძალიან მომეწონა. ეხლა და ძალიან შემშურდა, რომ ეგ შეგრძნება შეიძლება გქონდეს, რომ აი ეს ნდობის და უსაფრთხოების შეგრძნება იმისგან, რომ ვიღაცამ შეიძლება დაკიცვას და სამართალი იპოვა. სპეცრაზმისაც ერთი-ორი სიტყვა რო გითხრა თუ იცი ეგეთ, ანუ ეხლა ძალიან ვერ წარმოვიდგინე ისლანდიური სპეცრაზმის ანუ საერთოდ ყავს? რაში ჭირდება? სხვათა შორის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეცრაზმი ყავს ისლანდიას. ვაუ. და რაში ჭირდება? უმაღლესი ტრენინგით და მაგათთან ტრენინგის მონაწილეობა, ტრენინგში ვიყავი რა მონაწილე. და რაღაცა საოცარი ტრენინგები აქვს. ანუ ეს პოლიციელებს ხო აქვთ ნორმატივები, რომლებიც ყოველთვის უნდა ჩააბარონ. ჩვეულებრივი პოლიციელები სპეცრაზმში ვერ ხვდებიან. აი რაღაცა სასწაული ნორმატივები არის იქ. და სპეცრაზმში თუ არის ვინმეს თუ იცნობ, ეგ არის რაღაცა. იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო და ისეთი ძალიან საპასუხისმგებლო არის. აუცილებლად რა უნდა მეთქვა დამავიწყდა მას. პოლიციის მაშინ არის რა ქვია, პოლიციას მიეკუთვნება რა, იმიტომ რომ ჯარი არ არის აქ. არის უმაღლესი წვრთნის დონე აქვს და ამასობაში უნდა ვთქვა, რომ პოლიციასაც ძალიან კარგი წვრთნა აქვს, მაგრამ იმათ პირველადი დახმარებაც კი ისეთ დონეზე აქვთ, რომ საველე პირობებში მიკროოპერაციას გააკეთებენ რა, ანუ უმაღლეს დონეზე არის ნებისმიერი წვრთნა იქ, რაღაც საოცრება არის. ვინმე კაი სპეცრაზმოს, single სპეცრაზმოს არის ისლანდიელს. არა სამწუხარა. ეს დავალება მიიღე და მე მანამდე ჩამოსულიყავი და რა ვიცი არ ვიცოდი ეგ გამაზე ეგ მომენტი, თორე აუცილებლად უნდა გამეთვალისწინებინო. ვა, ანუ ძალიან რამდენად ჭირდება ამ ყველაფრის გამოყენება. გარეშე არასოდეს არავინ ცვლაში არ გავა. თუ ეს არ არის რაღაცა ფარული სპეცოპერაცია. ანუ საქართველოში რო არის ხომე, რომ ამ დემონსტრაციებზე ძალიან ბევრ ჯინსებიან პოლიციელს დაინახავ და ვიღაცა არ ვიცი რა კეტებიანს და გაუბედურებული ტანსაცმლით, ეგეც აქ ვერ დაინახავ. ვერც იმას დაინახავ, რომ იდგეს სპეცრაზმელი რაღაცა ადგილზე და ფორმა იდენტიფიცირებადი არ იყოს, ეგ წარმოუდგენელი არის. სახელი, გვარი არასოდეს არავის არ აწერია, ნომერი აწერიათ ყოველთვის და ნომერი არის მათი იდენტიფიკაცია. აქედან გამომდინარე, ანუ რამე საჩუარი თუ გაქვს, ამ ნომერს იმახსოვრებ რა. მაგრამ აი ეგ წარმოუდგენელი არის, რომ ფორმას მაგხელა შეურაცხყოფა მიაყენო, რომ ჯინსებით გახვიდე ცვლაში, ან საერთოდ არანაირი იდენტიფიკაცია არ გქონდეს. ვიმეორებ, თუ მაინც და მაინც რაღაცა სპეცოპერაცია არ არის, სადაც აუცილებელი არის, სასიცოცხლოც მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს შესაძლებელი იდენტიფიკაცია. ვახ, და ეგ არის შეურაცხყოფა ჩემი აზრით, არის ეგ მთავრობის მხრიდან შეურაცხყოფა იგივე იმ პოლიციელების, რომ არ აძლევენ იმ აღჭურვილობას, რომელიც საჭირო არის, იმიტომ რომ ჯინსებში ჯერ ერთი რა უნდა ირბინოს, ვის უნდა გაეკიდო. ხო, ჩვენთან რაღაც უცნაური ისაც, ნუ მოკლედ, კაი, მაგაზე შევყვეთ. მაგრამ მე ხა ეს ერთი ბოლო კითხვა ამ თემაზე რა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი რაღაცა დამაინტერესებდა, მაგრამ ბევრი რა სიტუაციები იქნება, სადაც სპეცრაზმის გამოყენება საჭირო. ანუ ესენი ესე სულ ვარჯიშობენ და არსად მე არ იყენებენ ამ თავის. უნდა იყოს მდგომარეობა, სადაც ვინმე სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხე ემუქრება. ანუ სრულად ნებისმიერი სახის იარაღი თუ არის, განსაკუთრებით სასროლი იარაღი, აუცილებლად სპეცრაზმი მიდის და არა პოლიცია იქ. იმიტომ რომ მოგხსენებათ თუ რა ვიცი შეიძლება არც მოგხსენებათ
ისლანდიის პოლიცია არ ატარებს იარაღს. მანქანაში აქვს ჩაკეტილი არის და მხოლოდ სპეციალური მოთხოვნის საფუძველზე იხსნება ეს და სანამ რაღაცა შემთხვევით გააგზავნითა ეს ამასობაში სპეცრაზმი მოვა რა. ანუ შემთხვევით გაუვარდა და ვიღაცას შემთხვევით ეგ რო არც მოხდეს და არ იმასკას. მაგრამ ანუ თელი შენი ამ 12 წლის მანძილზე გქონია რამე შემთხვევებს სადაც სპეცრაზმის ანუ ნიუსებში რა ალბათ თქვენთანაც ახლა ესე შენთან სპეცრაზმი რატომ მოვიდოდა, მაგრამ რო სპეცრაზმის გამოყენება საჭირო იყო? ანუ მე რატო სამკითხოს რაღაცა ეძახში რომ აი თელ ცხოვრება რაღაცა ვარჯიშობ და ემზადები და აბა და სროლა და აი ძალიან ეს გული შესტკივა ნაინოს. ხო და ეს პოტენციალი სად იყენებ? ჩამოვიყვანო ჩვენთან ვაცემინოთ, არ ვიცი, რაღაცა მინდა რომ ახალ რეალიზება. სპეცრაზმის მოქმედებები იმდენად სპოტლაიტში არ ხვდება ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთი მგრძნობიარე თემა არის, რომ ანუ თვითონ მოქმედი პირებისგან რა, რომ შეიძლება რომ საჭირო იყოს ამისი გასაიდუმლოება. თუმცა, ანუ რა თქმა უნდა, როდესაც ხდება მსგავსი შემთხვევები არის და ჩემ და გასაკვირად ძალიან ხშირი არის სპეცრაზმის გამოძახება. ანუ მეც ეგრე მეგონა რომ მეთქი ვარჯიშობენ მე სადმე აქვს რა შეჭირდებათ. მაგრამ თორმე სჭირდებათ. ანუ ესე იგი როცა ინდობი მე ხშირად იძახებ და გჭირდება კიდეც და ასე შემდეგ და არა ის რომ ხშირად ახლა საჭიროების გარეშე არ იძახებ და არც გჭირდება. ხო. ეგრე, მაგრამ ნაინოს შეიძლება დაჭირდეს. ანუ ისლანდიის მე აუცილებლად. ნაინოს აუცილებლად დაჭირდება. მე რა შევა, ვიღაცა ტურისტი რო ჩამოეთრევა და სპეცრაზმი რო ეკავ ყოველ მეორე დღეს. ხო, ან მე როგორც მოქალაქე აქამდე ძალიან არ მხვდებოდა ხოლმე თვალში სპეცრაზმის მოქმედებები, მაგრამ პოლიციაში მუშაობის პერიოდში ბევრად უფრო თვალსაჩინო გახდა რამდენად, ანუ ეს პატარ-პატარა გამოძახებებიც კი, რომელიც პრესის ყურამდე არ აღწევს, მაგრამ იყო იქ რაღაცა საფრთხე. ძალიან ბევრი არის. ოკეი. ძალიან დავინტერესდი. ეხლა ვიღებაზე რა ქვია, ამ ვიკენდზე ვიყავი გერმანიაში და ეხლა გამახსენდა მაგ პოლიციელებზე მატარებელში ჩავჯექი, მატარებლით ვიყავი წასული. ძალიან ბევრი ფორმიანი ადამიანი დავინახე რა და ვერ მივხვდი მეთქი რა ხდება, რამე ხوار ხდება, რატო არიან და აღმოჩნდა რომ პოლიციელებს და ჯარისკაცებს და სპეცრაზმელებს შეუძლიათ უფასოდ იმოგზაურონ, ანუ აიღონ ნებისმიერი ტრანსპორტი. ოღონდ უნდა ესვათ უნიფორმა. და შესაბამისად ვისაც უნდა რომ ეს ამითი ისარგებლოს თავისი ფორმით მოგზაურობენ და უფასოდ აქვთ ტრანსპორტი. მე მეგონა რომ ვიღაცა სტრიპერების კლუბის გამოძახებაზე. არა სამწუხაროდ. რაღაც უცნაური პერიოდია. და გადახსირებული კოდების პატრონი. ხდება ესეც ხდება ხოლმე. აქ პოლიციელები ძალიან უფრთხილდებიან თავიანთი პირადობის ან სახელით და გვარის გასაჯაროებას. აქედან გამომდინარე, პრინციპში ახლა ფორმაში ხო არც დასჭირდებოდათ, მაგრამ მე ვუზრუნველყოფდი იმას, რომ მათ ქონოდათ ტრანსპორტის საშვები, უფასო იყო ეგეც ცურვის აბონემენტი, რომ ვარჯიშის ან სპორტ დარბაზები ანაზღაურებული ქონოდათ და ასე შემდეგ. აი, მოკლედ, ან სპეცრაზმებსა დავიმეგობრო, ან ჩამოვალ და მაგარ პოლიციაში იქნებ დავიწყო მუშაობა, ეგეც შეიძლება. მოკლედ, რაღაც ჩამიჯდა ტვინში, ამაზე ცალკე მოგწერ. აი, მე მგონი დავხუროთ პოლიციის თემად. მაგაზე ვამბობდით, რომ ძალიან ბევრი კითხვები გვექნება თქო, მაგრამ არ ძალიან საინტერესო იყო. და თუ რამე კითხვები ექნებათ პიკოსთან ჩვენს სვენელებს ისლანდიის ირგვლივ, ასევე შეუძლიათ რომ გამოგვიგზავნონ და პიკო გავუგზავნით და მასიზამს რა ქვია. მოგახსენებთ ყველაფერზე პასუხს. ჩვენ პირადი კვლევარი, გზამკვლევი ისლანდიაში. კვლევარი.
აი, შემდეგი საკითხი, რაზეც შემდეგი საკითხი, შეგვიძლია იმით მოვიყვანოთ, რომ მე ორსულად ვარ და შეგიძლიათ მკითხოთ როგორ ვარ. ხო. ვითომ არ ვიცი. და არა, რა არის, იცი, აქამდე რო არ მოგვიკითხავს რა. არაფერს არ მოგიკითხავთ. ხო, არა, ის რა ძალიან მაინტერესებს. სამ ჩატში ვკითხულობთ, ცალ-ცალკე ამის ორსულობის ამას. მუცელი გაიზარდა, ძალიან მაინტერესებს. პროგრესი. მუცელი გაიზარდა ცოტა ბოლო მე-7 თვეში გადავედი აწი უკვე. და ხო, მე-3 ტრიმესტრი დაიწყო ოფიციალურად. ხოდა მაგის თაობაზე მაინც პატარა მუცელი მაქვს, მაგრამ აი ცოტა წამოიბერა რა. ანუ უკვე პირველად ხალხმა შეამჩნია 7 თვის თავზე. სამსახურში პირველად შეამჩნიეს რომ ორსულად. ეგ არის ხვართ ქალები რაღაც დაორსულობენ, მე რა თამთას ანუ მე-9 თვეში იყო და არაფერი არ ეტყობოდა. ანუ მე რო რაღაც ხაჭაპურს რო შევჭამ, ეგეთ მაგხელამუცელი მაქვს ხოლმე. რაც თამთას გონდა. ან საინტერესო ის არის რომ მე პირველ ანუ თინაზე ძალიანაც მეტყობოდა და ადრეც დამეტყო. ანუ 3-4 თვის ორსულზე უკვე კარგად მეტყობოდა მუცელი და არასდროს ეგ არ მქონია რომ ვიღაცა ვერ მიხვდა რომ ორსულად ვარ. და ტრანსპორტში ყველა ვითმობდა ადგილს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ და მითხეს მე რომ მეორე ორსულობაზეო, კიდე უფრო სწრაფად იზრდება მუცელიო, მაგრამ ამჯერად რაღაცა სხვანაირად გადაწყვიტა ჩემმა მეორე შვილმა და სხვანაირად დაპოზიციონირდა და შესაბამისად არ მეტყობოდა დიდი ხანი და ტრანსპორტშიც არავინ არ მითმობს ადგილს მიუხედავად იმისა, რომ VSDS-ე და ბაჩვენებს მუცელს, მაგრამ არ არის საკმარისად დიდი რომ ჩათვალონ რომ ორსულად ვარ და არა უბრალოდ მწონაში მოვიმატე. სონოგრამით რო დადიხარო? მაგას ვფიქრობდი რომ რაღაც უნდა მაჩნევა ხოლმე ბარბი მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ორსულად. ადგილს გითმობენ. ადგილს გითმობენ. ისლანდიელები როგორი კეთილი ხალხია და ადგილს არ გითმობენ და რომ მანქანით გადავადგილდები, მაგრამ ერთი-ორი კომენტარი შემხვედრია. ოი, როგორ გაგზრდია მუცელი და ვინიანე? ხო, ამ თემას ხო, ამ თემის ირგვლივ დავისაუბროთ, იმიტომ რომ მეორე მე მგონი საინტერესო კულტურული განსხვავება, იმიტომ რომ პიკოსაც პატარა ბავშვი ყავს, ალბათ იქნებოდა მთელი ეს რაღაცნაირი განსხვავებები ორსულობის, მერე ზოგადად დამოკიდებულების, არ ვიცი, მერე მშობიარობის და ასე არ ვიცი, მაგერში ვერ ყვევი. მაგრამ ზოგადად მოკლედ ბავშვებთან მიმართებაში როგორია საერთოდ ისლანდიაში, ანუ მანდაც რა კულტურულ განსხვავებებს წააწყდი და რომლებზეც ალბათ ახლა გაკვირვებით არაფერი გაკვირდებოდა, მგონია რომ კარგი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ გიგრძნია ის განსხვავება, რაც ჩვენთან არის და მანდარი. მოდი თვალშისაცემით დავიწყებ ჯერ. რომ მშობიარობასთან დაკავშირებით იმხელა ინფორმაცია ეძლევა ადამიანს, ანუ არანაირი ტაბუ ამის გარშემო არ არის, რომ იმხელა სტრესი აღარ არის მშობიარობა, როგორც მაგალითად ან საქართველოში რო ცხოვრობდი, რამდენჯერაც მიფიქრია მაგ თემაზე, ისტერიკა და პანიკა და არასოდეს არ გავაჩენ, საკეისროს გავიკეთებ. და მეორე რაც თვალშისაცემი არის, რომ დაორსულება, ანუ დახმარება თუ დაგჭირდა დაორსულება, როგორც მე დამჭირდა, მე ინვიტრო განაყოფიერებით გავაჩინე ჩემი შვილი, ძალიან დაბალ დონეზე არის. ანუ საქართველოში გავიკეთე და გავაჩინე კიდევაც ბავშვი. სანამ საქართველოში წავიდოდი, მანამდე აი ისეთ დამოკიდებულება იყო, რომ სამწუხაროა, აი მომავალ თვეში კიდევ ცადოთ. და როგორც მივხვდი, ეს იქიდან გამომდინარე არის, რომ ქალის ფასი არ არის მიბმული მის შვილოსნობაზე. აქ.
და ეს იწვევს საქართველოში საოცარ ხარისხს დახმარებაში დაურსულების და აქ საშინელი. ანუ ისე არის, რომ აი თუ მოხდა, მაგრამ ეხლა თუ არა და არა უშავს, ხო რაღაც ეგრე უყურებან? კი. ხო, აი ეგრე. მეორეს მხრივ, როგორც კი დაურსულდები. ყველანაირი ჯანდაცვა, რა თქმა უნდა, უფასო არის, მშობიარობა უფასო არის. ყველაფერი, რაც კი შეიძლება დაგჭირდეს ჯანმრთელობის მხრივ ეს შემოწმები ექიმთან მისვლა აუცილებლად, რა თქმა უნდა. ძალიან, ანუ ჯერ ორსულობიდან დავიწყოთ. და მე გადავალეს იმ ბავშვის თემაზე. საქართველოს ცოტა უფრო დაურსულება არის მნიშვნელოვანი და აი ეს მშობიარობაზე, მშობიარობის ბამდე მისვლაზე მაგხელა აქცენტი არ არის, ჩემი დაკვირვებით. აქ ყოველთვის გვიმეორებდნენ ხოლმე, რომ წარმოიდგინე, რომ მარათონი უნდა გაირბინო. მშობიარობა ადამიანის სხეულისთვის არის იგივე, რაც მარათონის გარბენა. მარათონზე ვარჯიშის გარეშე არ წახვალ სარბენად და არანაირ მოლოდინი არ გექნება, რომ მოუმზადებელმა შეგიძლია გაირბინო მარათონი უპრობლემოდ. იგივენაირად მშობიარობისთვის წინასწარ მომზადება გესჭიროება და ეს კურსი რენდომ რაღაცებს ბადდა. ბოდიში. რაღაცას რო გაბადებინებენ. აბა წინა callback-ი ტაილანდის ეპიზოდის პინგ-პონგის თემაზე. კაი, ბოდიში всё. ანუ კვებას ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და არავითარ შემთხვევაში წონის მხრივ, იმ მხრივ, რომ ანუ ინფორმაციას გაძლევენ, რომ რა არის საჭირო ნუტრიენტებით გაჯერებული საკვები, რომ მიიღო ეს აუცილებლად და ესეც რჩევის ფორმაში უფრო არის. წონაზე არავითარი, ანუ საქართველოში ძალიან რაღაცა გაჭედილი აქვს ხოლმე ეს წონაზე, რომ აი რაღაცა 12 კილო მოიმატე, საშიში არის. ჩემს ნაცნობს ქონდა ეგეთი, რომ საკეისრო უნდა გაგიკეთოთო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოიმატეო და 15 კილო ქონდა მომატებული. 15 კილო არის ნორმის ფარგლებში. აი ეს წონა არის რაღაცა საშინელი ფიქსაცია საქართველოში, ისლანდიაში მაგას არავითარ შემთხვევაში თუ რაიმე პრობლემა არ გექნება ჯანმრთელობაზე, არავინ არაფერს არ ახსენებს. ექიმთან ვიზიტის პერიოდში ხდება აწონვა ზოგადად მატების პროპორციის შესამოწმებლად. თუმცა თუ გინდა, შეგიძლია ამაზე უარი თქვა და ძალიან ბევრი ირჩევს კიდევაც, რომ დადგება სასწორზე, მაგრამ თვითონ არ შეხედავს და ექიმს თხოვს, რომ არ უთხრას ამას ანუ რა წონა გამოვა არაფერი. რომელ მაწყობს ეგ ვერ ვიტან აწონვას, იმიტომ რომ ანუ არ ვიცი არც არ მეუნება ეგ ციფრი. ან მე როგორ ვგზნობს იმაზე. და აი მართლა რა ძალიან დავიკელი, რაც ფასტი გავაჩინე იმის მერე და ფორმა აბსოლუტურად სხვანაირი მაქვს. ბევრად უკეთეს ფორმაში ვიყავი პასტის გაჩენამდე, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი კუნთი მქონდა. ერთი და იგივე, ანუ ხვდები რა მეტი წონა ვიყავი მაშინ და უკეთეს ფორმაში. და ეს ინფორმაცია ანუ ინფორმაციაზე რო თქვი, რომ ინფორმაციას გაწოდიანო, ანუ კონკრეტულად რაღაც ექიმთან ეწერები, რომელიც მე ამ ყველაფერ პროცესში გაგატარებს, ხო? თუ ანუ რამე ცალკე კიდე ანუ რაღაც ბარბისთან რაღაცა სხვები იყოს, თუ შენთან მე სამშობიაროში ვარ დამდგარი, ასე ვთქვათ, აღრიცხვაზე და ისინი აქცევენ ყურადღებას. რა ქვია მაგას, midwife-ები. ბებიაქალები არის ძალიან პოპულარული აქაც. ბებიაქალები არიან სასწაული ხალხი, რომლებსაც აქვთ
არაჩვეულებრივი განათლება ამ თემაზე და მაინც და მაინც მეანი არ გჭირდება თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვს მეანთან შენ არანაირი ვიზიტი არ გჭირდება ორსულობის პერიოდში და ბებიაქალი ამოწმებს ბავშვის ზრდის პროპორციას გულისცემას შენჯამრთელობას ყველაფერს რა აბსოლუტურად და მშობიარობისასაც ბებიაქალი გამშობიარებს და მეანი თუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, არც კი შემოვა და არ შეგაწუხებს რა. და მაგაზე მივალ ახლა მშობიარობაზე. ეს ხო ძალიან საქართველოში არის ხოლმე რა, აი რამე მცირე პრობლემა თუ შეიქმნება, არი ვარჯიშო, არი არო, არ დაიტვირთო, დაწექი. წელის ტკივილი თუ გაქვს დაწექი არ გაინცრე და აი ძალიან ფოფინი ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი სქესობრივ კონტაქტსაც კრძალავს ხოლმე პირველი 12 კვირა და ზოგი საერთოდ მთელი ორსულობის განმავლობაში. ეგ არის ძალიან დიდი სისულელე. ანუ მსგავსი არაფერი აქ არ გამიგია. თუ მაინც და მაინც ისევ რაიმე პრობლემა არ გაქვს ჯანმრთელობის არანაირი, აი არაფერი აბსოლუტურად მაგასთან დაკავშირებით. აკრძალვა არ არის და პირიქით. ძალიან ბევრი კურსი არის ორსულებზე მორგებული. ორსულების იოგა, ორსულების ცურვა, ორსულების ესა რა ქვია, ფიტნესი, ძალიან დიდი დატვირთვით ფიტნესიც კი. და რაც შეიძლება მეტად არის ეს მოძრაობა და როგორც წესი ამ წრეებზე არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიოთერაპიაში აქვთ განათლება მიღებული და სპეციალიზაცია აქვთ ორსულები ან პოსტპარტუმ მდგომარეობა ჯანმრთელობის და აი დამთავრე და კითხების რაიმე პრობლემა თუ გაქვს თქვა წელი მტკივა, მხარი მტკივა რაღაცა, გეუბნებიან ზუსტად მაგაზე ორსულისთვის მორგებულ ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარება ამის მორგებაში და არავინ არ გეტყვის მაინც და მაინც თუ რაღაცა აი ბავშვის დაკარგვის საშიშროება არ არის, რომ უნდა დაწვე პირიქით. სხეულის რაღაცა ტკივილები რო გაქვს მენჯების ტკივილი ნებისმიერი ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიკური ტკივილი ძირითადად არის ვარჯიშით ნაშრომები და მართლა გეუბნები რო არ მევლო მე ორსულების ცურვაზე არ ვიცი ალბათ ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდი აი მართლა შვება იყო ხოლმე კვირაში ორჯერ იქ მისვლა. აქ რები გამიგია იცი რომ თუ ანუ ორსულობამდე ვარჯიშობდა მაგალითად მე ორსულობის დროს გაგრძელებაც ანუ ოკეია ხოლმე და მაგაზე არ იმოშვებენ და მაგრამ თუ ორსულობამდე რაღაცით არიყავი დაკავებული მაგალითად რავი იოგათი ან crossfit-ით or whatever მე ორსულობის მერე ცოტა პანიკა ხოლმე მოძრა რომ მე დაიწყო ამის კეთება და ანუ ეგეც სავარაუდოდ მაგ ცოტა მითების კატეგორიაში ვარდება ხო სადაც crossfit-ი ორსულობამდე თუ არ გიქნია ორსულობის მერეც არ უნდა დაიწყო მაგრამ იოგა იმდენად მსუბუქი მოძრაობები არის და არანაირად ნაყოფს და პლაცენტას და არაფერს საფრთხეს არ უქმნის რომ პირიქით რეკომენდირებული არის და ისე ვამბობ რომ ეს არიან ადამიანები რომლებიც აკეთებენ ამ ორსულებზე მორგებულ კურსებს და გათვალისწინებული აქვთ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ან ფიზიკური მხარე. და საქართველოში ხო რაც გამიგია ძირითადად ის არის ხოლმე რომ დაწექი სასწრაფოდ. ზანსაჩემო მარე ეგ. ხო ერთ-ერთ ნაცნობს ქონდა ჩემს ასო რაღაცა მენჯების ტკიოდა და ექიმმა მეანმა ურჩია რომ რაც შეიძლება მეტი დასვენება. აი ზუსტად ეგ მენჯების ტკივილი იმდენად ნორმალური არის, რომ ყოველ ჯერზე ვაკეთებდი ხოლმე მაგ ვარჯიშს და უბრალოდ ჩავუწერე და გავუგზავნე და მე აღმოჩნდა რომ კიდე 3 სხვა ნაცნობს სჭირდება იმათაც გავუგზავნე. შენ მგონი ონლაინ ის უნდა კონსულტაცია შეგიძლია რა ლაითი რა არა ისეთი. ონლაინ ისინი რა ქვია მაგას
რა ონლაინ ფიტნესი ორსულებისთვის პიკოსთან. ხო, პიკოს. ბიზნეს იდეაც მოუპიქრეთ. აჰა. ხო, ფარემ. ხო, და ანუ ინფორმაციული პიკოსით რო არის მოსული ძალიან ხო, ყოველთვის. საშინაო დავალება აქვს შეს. საშინაო დავალება აქვს შეს რომ ეს მითხრეს რომ remarkably აქვს და აბა საერთოდ ვინიშნავ. ხო, მშობიარობის და აი ეს წრეები არის კიდე ყველაზე მეტად რაც მომეწონა და ძალიან გამომადგა ლაქტაციის ეს იყო ტრენინგი თუ ანუ როგორ თქვა კლასი განათლება მოკლედ რა ეს ტრენინგი ალბათ ხო ხო ტრენინგი ხო არ მოიწეიქის არის ოფისში რომ ის ტიპი რობოტის ოფისში შენს ყურებდი ოფის ის რომ მოდის ფემს რო პირველად ის აქ და რო ასწავლეს როგორ გამოიწველოს რაღაცა ეგეთი მონტია ხო დაახლოებით კი ოღონ სამსახურშიც არის არ ვიცი ბარბი ხო არ იცი ჩვენთან გაგიგია მე მახსოვს რომ ვიღაცები გოგოები ახსენებდნენ ლაქტაციის კონსულტანტები ეხლა დაიწყო ძალიან დაბალ დონეზეა ჯერჯერობით მაგრამ რამდენიმე ლაქტაციის კონსულტანტი გამოჩნდა საქართველოშიც ხო და ძალიან სასიხარულო არის იმიტომ რომ ძალიან მცირე ინფორმაცია არის მაგასთან დაკავშირებით და ძალიან მოწყვლადი ჯგუფი არის ეს ახალ ნამშობიარები დედები, მით უმეტეს ეს ლაქტაციის თემა და ძალიან ადვილი არის მათთვის ფორმულის თუ ხელოვნური კვების იდეის შეპარება, ასე ვთქვათ რა. აქ პირიქით არის, ანუ რაც შეიძლება ხელს გიწყობენ რომ ლაქტაცია მოხდეს, იმიტომ რომ ჯანმრთელობის ძალიან მნიშვნელოვანი არის, მაგრამ თუ რაღაცა მიზეზით ან არ გინდა, ან უბრალოდ ადვილად არ გამოგდის, ან რა ვიცი, მენტალურად ძალიან რთული არის შენთვის, არავინ არ დაგაძალებს რა მაგას. ხო, ჩვენთან მეგონა კულტია მაგესე. ან რაღაცა მახსოვს რომ ჩემს ირგვლივ სუისაა რომ ანუ ცოტა ცუდი დედა რო ხარ მაგას თუ არ აკეთებ და მე რაღაცა ცალკე მაგაზე დასტრესილი ეს ახალ დამშობიარები ადამიანი რომ ვაიმე ხა ეს თუ არ გავაკეთე და მოკლედ რაღაც ანუ ყველაფერი რაღაცა პანიკით მოცული ყოველთვის იმის მაგერად რომ ყველაფერი გაგიადვილოს და დაგეხმაროს და რაღაცნაირად შვება მოგიტანოს თუ არის პანიკა, სტრესი რაღაცა და მაგიტო ხო მესმის ახლა მაგან რო ახსენე რომ მეც ჩემს ირგვლივად სულ ეგეთი რაღაც ისტორიები მესმის ხოლმე რის გამოც ანუ ძალიან ესე რომ ყურებ რომ რაღაც ბავშვი არა მადლობა იმიტომ რომ სულ სტრესი და ჯოჯოხეთი და საშინელება არის ხო ანუ მით უმეტეს რომ ეს ახალი ნამშობიარები ქალი ძალიან მოწყვლადი არის, აი ეს ნებისმიერი დაჟინებული მიმართვა არის ძალიან დიდი სტრესი, ძალიან დიდი ზეწოლა. აქედან გამომდინარე, არანაირ მე პირადად არ მიგვსნია ერთადერთი სტრესი ლაქტაციასთან დაკავშირებით, რაც მქონდა, იყო რომ ჩემ თავს ვაძალებდი და მე ლაქტაციის კონსულტანტმა მითხრა, თვითონ რომელიც სახში მოდიოდა მშობიარობის შემდეგ ყოველ დღე ზუსტად ლაქტაციაში დასახმარებლად მითხრა, რომ ბავშვისთვის მენტალურად ჯანსაღი დედა იგივენაირად მარგებელი არის, როგორც ბუნებრივი კვებაო, თან ისლანდიურად უკეთესად ჟღერდა. გითხარი და ეიას გადავადარგე. მაგრამ ხო რა მოკლედ მითხრა, რომ თავს მოაძალებო რა შენი შვილისთვის ჯანმრთელი და ბედნიერი დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს რძეო რა, ანუ ისიც ჯანსაღი იქნება და ასეცო. მართალი იყო შევეშვა. მე რაცა ის იყო ეგეც ჩემს ირგვლივ ბევრი ჩემ მეგობარს ვისაც ბავშვები რაღაცა ყავს, სულ მესმის ეს პრობლემა რაღაცა, რომ ანუ კერნის გაუმაგრდა, რძე ვერ იმასკა დაუგროვდა და მერე ცუდად ძალიან ხშირი არის ეგ პრობლემაც მე მგონი და ალბათ ანუ რადგან მაგ შემთხვევაში რაღაცნაირად mandatory არის ხო ალბათ ეგ კონსულტაცია და რაღაცები უფრო ნაკლები შანსია რომ ეგ პრობლემები წარმოიქმნას და არავინ რაღაც უგულებელყოფას არ უკეთებს რომ ეს მაგ თემას მიხედონ
ჯერ ერთი პრობლემა რო არ წარმოიქმნი, მეორე მხრივ კიდე ძალიან დიდი დეზინფორმაცია არის ხოლმე საქართველოში, რაც გამიგია რა, ამ ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით და ეგ მაგას ხსნის. ანუ რაიმესი თუ გეშინია რაღაცა არ შევჭამო, რაღაცა ანუ ნებისმიერი თემა ლაქტაციასთან დაკავშირებით, თუნდაც ეს გამაგრება და რა უნდა ქნა, აი ეს ჯერ ერთი მანამდე მოსამზადებელ იმაზე ტრენინგზე გეცნობა ეს ინფორმაცია და მერე ეს კონსულტანტი კიდე გეხმარება ყველა ნაბიჯზე, რომ გასაგები არის, რომ ტრენინგის ყველა ნაწილი შეიძლება არ გახსოვდეს. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო ჩემთვის ამ ტრენინგებში და ინფორმაციის წყაროში იყო მშობიარობასთან დაკავშირებით ინფორმირებულობა, იმიტომ რომ მე ისტერიულად, პანიკურად მეშინოდა მშობიარობის და როგორც ვამბობდი ხოლმე, რომ საერთოდ არ გავაჩენ, არასოდეს შვილი არ მეყოლება, ან თუ მეყოლება აუცილებლად საკეისროთი. როგორც აღმოჩნდა, საკეისრო ჯობია რომ თავიდან ბევრად უარესია, ვიდრე ფიზიოლოგიურად მშობიარობა, იმიტომ რომ რეაბილიტაციის დრო არის უფრო ესე დიდი? ჯერ ერთი ქსოვილის, ანუ 7 ფენას ჭრიან, რომ ბავშვამ და ჩავიდნენ. 7 ფენა არის. ეს ადვილი გამოსავალი არ არის ნამდვილად. 7 ფენას გიჭრიან და ბევრისგან გამიგია, რომ ძალიან დისკომფორტი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ გრძნობ ტკივილს, იმას გრძნობ, რომ შენი შიგნეულობა მოძრაობს შიგნით და რა თქმა უნდა, რეაბილიტაციას რაც არ უნდა მალე წამოდგე ფეხზე, წარმომიდგენია, რომ დიდი დისკომფორტი იქნება. ისლანდიაში ძალიან დიდი ინფორმაციის წყარო გეძლევა მშობიარობასთან დაკავშირებით ორსულობის პერიოდში, თუნდაც მანამდეც თუ ძალიან გინდა და აი ეს თუნდაც ტრენინგი რო გავიარე, ნაბიჯ იყო მშობიარობის სტადიები, რა სტადიები არის, რა სტადიაში რას უნდა მოელოდე, ვთქვათ, თუნდაც ის, რომ დროს ვერავინ ვერ გეტყვის ამ სტადიებში, ვის რამდენი დრო დასჭირდება, რა არის ნორმალური, რა არ არის ნორმალური, რა ვარიანტში შეიძლება შეგვეშინდეს. აი, ნებისმიერი, არ ვიცი, ყველაფერი და თუნდაც ის, რომ სამშობიაროში რომ შეხვალ, რა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები არის. დეტალური ინფორმაცია მაგასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად რა ქვია, წამლების გარეშე. მოიცა. ქართული დავავეწყდა. ისლანდიურად გითხარ, ანუ ხო, მოკლედ. ანუ მედიკამენტები, წამლების გარეშედან დაწყებული, რა მეთოდები შეგიძლია რომ გამოიყენო, იქ წყალი არის, ვანა არის, მერე თუ უფრო მსუბუქი ჩარევა დაგჭირდა, გაზი არის, ანუ ეს სასუნთქი გაზი, აკუპუნქტურა არის, წყლის ფიზიოლოგიური ისინი არის, რა ქვია, ნემსები, რომელსაც ზურგში გიკეთებენ ძალიან, ანუ ზედაპირულად რა. და ბოლოს ანუ ბიორკი მღერის და არა, სხვათა შორის გირჩევენ, რომ შენი დინამიკებით მიხვიდე, დინამიკები იქაც დაგხვდება თუ დაგავიწყდა, რომ შენთვის რაც სასიამოვნო მუსიკა არის და რაც მოთელვაში დაგეხმარება, რომ ის ჩართო შენთვის ანუ რაც დეს მეტალზე გააჩინე ბასტი აღიარე. სიმართლე რო გითხრა, ერთადერთი ყვირილი მხოლოდ ჩემი ყელიდან ამოდიოდა იმ პერიოდში. მეც ყველაფერი ისეთი მომზადებული მივედი ამ ჩემი პლეილისტით, დინამიკით, ყველაფრით და აი როგორ ფეხებზე მეკიდა, ვერ გეტყვი, როგორ არც კი გამხსენებია მუსიკა. კი, ჩემი ქმარი გაფრთხილებული მყავდა თან, რომ აი ეს პლეილისტი მაქვს მაინც და მაინც მომზადებული და იქ თურები და სლიპნოტები ჩაწერილი და აი საერთოდ ჩემო ქმარმა გინდა მუსიკა ჯაგირთო და გაედრიაკეთ. მაგრამ ძალიან დამეხმარა ეს that being said,
მშობიარობის პერიოდში, აი მართლა ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავი ის გიჟი ადამიანი, რომელიც თქვენ რო საუბრობდით ხოლმე ორსულობაზე და მშობიარობაზე, როგორც კი დავინახე ჩემი შვილი, ვიფიქრე, რომ აუცილებლად მეორეთაც მომდება ამის გეკეთება მეთქი. და მიყვარს ჩემი მშობიარობის გახსენება, არანაირად ეს ჩემთვის ტრავმატული არ იყო. ჩემთვის მშობიარობასთან მარტო ჰარნისთვის იყო. რომელსაც უყვიროდნენ და ყველაფერზე ეჭვებოდნენ. როგორც მინიმუმ ეგ შეუძლიათ რომ აიტანონ ახლა. ხო, რა თქმა უნდა. შეცოდებას ამ გამო არ. ინფორმაციული მომზადება ძალიან დამეხმარა სხვათა შორის მაგაში, რომ აი თუნდაც ის მცოდნოა და რომ მშობიარობის პროცესს ეხმარება თუ ხარ რაც შეიძლება მეტად მოშობული ხარ, თუნდაც რომ იგრძნო რომ ყველი გჭირდება, ყბა მოუშვი და მოდუნებულად ამოუშვი ხმარო, დაძაბული არ იყო, რომ რაც შეიძლება ჰაერი კარგად ჩავიდეს, კუნთები მოდუნებული იყოს, pelvic floor-ის კუნთები მოდუნებული იყოს და ადვილად გამოვიდეს ეს ბავშვი რა. მინიმალური სტრესი. როგორც კი ჭინთვა დამეწყო, რომ შუქები ჩააბნელოს, რაც შეიძლება ეს კომფორტული და ჩემ თავში ჩაკეტვის საშუალება მქონოდა, ბები აქალი იყო და ჩემი ქმარი იყო ოთახში მარტო და ზედმეტი შეწუხება არავისგან არ იყო რა, ეს იყო ჩვენი მომენტი. ხო ხტები? და ხო, ანუ ისლანდია არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ფიზიოლოგიურ მშობიარობაში და მაგას ძალიან დიდ აპელირებას უკეთებენ ზუსტად იმიტომ, რომ საკეისრო არ არის ადვილი გამოსავალი, საკეისრო არის შვიდი ქსევილის წარსულის და მეგონი გავლენა. ხეში წავედით სამი ქალი და მანი მშობიარა და მერე არა, საფრანგეთში ზუსტად ეგრეა. მე მგონია, რომ განვითარებული სამყაროს მიგნება არის, რომ მართლაც და ანუ საკეისრობა, მე მგონი საქართველოში სულ ეგ შეგრძნება მაქვს, რომ მაგაზე ფულს აკეთებენ, უფრო ძვირი ჯდება და მე მგონი ანუ ეს რა ქვიათ, მაგათ დაზღვევებისგან მეტ ფულს იღებენ. რაღაცა ფულის ამბავია იმდენად. აქტივია დროის ამბავში. კი, ახლა დაგეგმა, მართალია, დაგეგმილია. ანუ ზუსტად იციან რა, ანუ ის ოთახები შეუძლიათ განაწილონ მარტივად და მაქსიმალური პროფიტი აიღონ რა მაქიდან, რომ სულ ჩაჩავშნილი ქონდეთ ეს დეკრეტულები და მაგიტომ გონია, რომ ზედმეტად ანუ აძალებენ არა ეხლა, კი არა აძალებენ, მაგრამ თავაზობენ. ხო, იქ მიდის რა, არ გარემოც არ გიწყობს ხელს, რომ არ გააკეთო ეგ, სხვანაირად, ანუ ხო, ხონდა იმშობიარო ადამიანმა. ანუ ეს დამატებით სხვანაირი pain management-ის საშუალებებიც არ არის საქართველოში ამდენი, ანუ რო ვკითხე ჩემს მაშინ ორსულ მეგობრებს რა აკუპუნქტურას არავინ არ გაგიკეთა. ანუ საერთოდ არაფერი არანაირი, ეპიდურალური თუ გინდა მაინც და მაინც ხო, მაგრამ ანუ ეგეც საკმაოდ ის არის რა, დიდი ჩარევა არის, იმ ხელანებს გიკეთებენ ზურგში. მე სხვათა შორის გავიკეთე და მადლობა ნებისმიერ მეცნიერს და ეგ იმს რომ ეგ გამოიგონეს საოცარი გამოგონება არის და არ ვიცი რა საოცრად დამეხმარა, მაგრამ თუ შეგიძლია რომ უმაგისოდ გააკეთო თუ ეგეთი ძლიერი ხარ თუ სხვა pain management-ის საშუალებები გინდა რომ გამოიყენო, ყველანაირად ხელს გიწყობენ მაგაში და აი საქართველოში ზუსტად ეგ არის რომ პლუს რომ მეანი გყავს აყვანილი, რომელმაც უნდა გამშობიაროს. ესე არ არის რომ ცვლაში მიდიხარ, ანუ მიდიხარ როცა მშობიარობა გიწევს და ვიღაცა ვინც ცვლაში არის ის გამშობიარობს, არის რომ ვისთანაც ხარ ჩაწერილი, იმან უნდა გამშობიაროს და დამატებით ფულს უხსნიან 3 საათზე წამოხტეს და გამოიქცეს რომ მე არ იცი სახა შეიძლება 27 საათი მოგიწიოს, კარგი რა, ხა არავის მაგის თავი არ აქვს. ჩაკწერთ აგერ. ხვალ 2-ზე ვჭრით და ამოვა.
და ერთ-ერთ ჩვენს საერთო ნაცნობსაც მოუწია ეგრე, რომ პირველი რო საკეისრო ქონდა გაკეთებული და შემდეგი ბუნებრივად უნდოდა და ეპიდურალური არ გააკეთებინეს საქართველოში და ანუ იძულებული გახადეს რომ ისევ საკეისრო გაეკეთებინა მიუხედავად იმისა რომ მთელი ორსულობა გეგმავდა ფიზიოლოგიურად მშობიარობას და აი ეგ წარმოუდგენელი არის რა შეიძლება მინიმუმ წელიწადნახევარი უნდა იყოს გასული პირველი მშობიარობიდან და ეს საკეისროდან და შეგვიძლია უპრობლემოდ გააჩინო შემდეგი სრულიად შეხორცებული არის და ბოლოს და ბოლოს ექიმები გარშემო იქ არიან და თუ ეგ ისტორია მე ძალიან მაოცებს. ანუ ეგ ისტორია მე ძალიან მაოცებს რომ შეხორცებული ქსოვილი რანაირად უნდა გაიხს ან არა ვარ ექიმი, არც გინეკოლოგი, ანუ ელემენტარული ლოგიკის ამბავია რომ მაშინ ანუ ნებისმიერი ჭრილობა რაც მიხორცდება მე შეიძლება რომ სადმე გაიხსნას ან რა ცოტა აბსურდული არის. ისე ზოგადად ანუ ეხლა რომ ყვებოდი რაღაცები გამახსენდა სხვების ექსპერიენსებიდან და ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მაგალითად ან ძალიან ისეთი ბუნებრივად ყველაფერი და არ უნდათ სახში უნდათ მშობიარობა და მოკლედ თავისი რაღაცა შეხედულებები ჰქონდა ამის ირგვლივ და არ უნდათ ექიმების ჩარევა და რაღაც მაგრამ სამწუხაროდ დაჭირდა მოკლედ გაურთულდა მის ცოლსას პროცესი და მოუწია საავადმყოფოში წასვლა და იმ ხელა სტრესის ქვეშ მოაქციეს ეს დედა, რომელიც აი როგორ გადაწყვით, ანუ მშობიარო ეს დედა მოთხოვნილი და ამ დროს თავზე მადგანა და კიდე მამუნათებენ, რომ როგორ აუპასუხისმგებლობა, რომ როგორ გადაწყვიტე, რომ სახში გექნა, ანუ მოვედი უკვე ხო შენთან და პაციენტი ვარ და ხო შეიძლება რომ აი ამ ძალიან vulnerable momentში ამ ხელა სტრესი არ იმას ქვია დამატეხო თავზე მიიმკურნალო დამეხმარო და მე შეგიძლია რაღაცა რჩევის სახით მითხრა რომ ეცე ჯობდა ესე გექნა ან ეგეც არავინ არ გეკითხება იდეაში რა ჩემი აზრით ალბათ რომ ეგ მორალი უკითხო ვიღაცას და ძალიან ან რაღაცნაირად მოკლედ კონვეერის პრინციპით მართლა რაღაცა გეგონება აი ფერმაში მშობიარობა აი ძალიან დრამატულად მაგრამ ყველა ეს ისტორია რომ შევაგროვე ჩემს ირგვლივ მეგობრების სუმაკ ისე შეგზავნა რაღაც აი ფერმაში როგორც კონვეერის პრინციპით რაღაც ამშობიარებდი ცხოველებს რაც ასევე საშინელი პროცესია დაახლოებით აი რაღაც ეგეთი ყველანაირ ემპათიას დაცლილი აი უბრალოდ რომ აი შენი ფუნქცია ეგ არის და ეხა უნდა მოითმინო მთელი ეს ყველაფერი ნეგატივი და დამონათება და აქედან რაღაცა ჭკუის სწავლება და უბრალოდ და გააჩინო რა და ნაკლები ილაპარაკო და ტვინი არ მოთხრა ძალიან არაჰუმანური დამოკიდებულება მოკლედ რასაც დავაკვირდი სამწუხაროდ ძალიან სამწუხაროდ მეც გამიგია მსგავსი ისტორიები აი ზუსტად აი vulnerable moment-ში რომ აი რაც როდესაც არ უნდა გააკეთო და მაგ პერიოდში რომ ერთ ნაცნობს ისიც უთხრეს რომ აი ახლა რა გაყვირებს გაჩერდა ზედმეტი მოგდის რა აი come on მშობიარობს ადამიანი ბავშვი ცოცხალი არსება გამოდის მისი ვაგინიდან ანუ რანაირად უნდა გაჩუმდა შეიძლება ალბათ დავახჩო ვიღაცა მაგრამ თუ კაცმაც თქვა მით უმეტეს რომელსაც გამოცდილიც კი არ აქვს რა დონის ტკივილზეა საუბარი აქ სხვა შორის სახში მშობიარობა ანუ კარგი არის რომ გამახსენდა ეგ თემა იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა სახში მშობიარობა აუცილებლად ხელშეწყობა ამასთან დაკავშირებით არის ბები აქალს გამოუყოფენ რომელიც სახში მოვა და შენს საკუთარ გარემოში დაგეხმარება თუ ამის სურვილი გაქვს თუ არ გინდა და შენთვის გინდა რომ იმშობიარო არც ეგ არის არანაირი პრობლემა მაგრამ ანუ ბები აქალები იმდენად კომფორტულები და კარგი ადამიანები და თბილები და ტკბილები არიან რომ ყველა მაგას ერთიოს ხოლმე მეც ვისაც ვიცნობ ყოველ შემთხვევაში ყველაზე nature freak-ebსაც კი ყავდათ ბები აქალები სახში მანდაც ალბათ ნდობის თემა არის რომ ანუ სამედიცინო სისტემას თუ არ ენდობი ანუ ისევ ეხა სახში და რაღაც ბები აქალის დახმარება კიდე სხვა არის მაგრამ რომ ფიზიკურად არ არსებობს ეხა ეგ სერვისი რომ ვიღაც სახში მოვიდეს ანუ საქართველოში არ გამიგია ეხა ესე რომ ვიღაცა მოვიდეს და სახში დაგეხმაროს სამშობიარობაში აუცილებლად უნდა მიხვიდე ბევრი ფული გადაიხადო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მთელი სისტემა არის რა და მაგიტო ალბათ ნდობის ლეველს არ არის ისეთი რომ
მაშინ რა ქვია, მიხვიდა რა საავადმყოფოში და მან რადგან არის ეგ ნდობა ნებისმიერ სამზარეულოშიც მოიყვა და იმშობიარა. ხო, და იცი რა, ეხლა ამ ყველაფერზე ცოტა მინდა რამე ის პროგრამა არ არის რაღაცა სამშობიარო ტურიზმი ისლანდიაში. რითიც ჩახვალ და აი, ალბათ უბრალოდ ფასიანი იქნება მაგ შემთხვევაში. კი. გაცვლითი პროგრამები არის და როგორც წესი სამსახურები აფინანსებენ ხოლმე რა ამას და თუნდაც ისლანდიის ბებიაქალები მედიან ხოლმე საზღვარგარეთ ცხვრის პრაქტიკას შეხედავენ ერთმანეთს უცვლიან ინფორმაციას და ეს შესაძლებელი არის რა თქმა უნდა ეს საავადმყოფოების მოლაპარაკებით და საჭიროც არის თუ მკითხავ. ანუ უბრალოდ ნახე საქართველოს რაღაც მოქალაქე მაგალითად დაორსულა და გადაწყვიტა რომ ეს ისლანდიაში გაიგო ეს ყველაფერი ძალიან კაი უსმინეთ ჩვენ პოდკასტს და მომდა რომ ისლანდიაში მაგას გულისხმობ. აი მაგას ხო ეგ იდეა. მოდი უარს არავინ არ გეტყვის ახლა რომ მიხვალ და ჭინთვები რო გაქვს არ გაგაბრუნებენ შენ საქართველოს მოქალაქე აქ რა გინდა წადი საქართველოს. ხო არა ეგ რა თქმა უნდა მაგრამ ისე რომ დაგეგმო რა. არა მაგრამ სრული ფასის გადახდა მოგიწევს კი. რაც მე მგონი ძალიან ძვირი დაждდება ჯამში და კი ძალიან ძვირი დაждდება. მე მთელი ეს ორსულობის პერიოდი ხო თქვით რომ არაფერი საერთოდ კაპიკი არ გადამიხდია წამლებში და არაფერში საერთოდ. ესე მშობიარობაზე ერთადერთი რაც გადავიხადეთ იყო ჩემი ქმრის ლანჩი. იმიტომ რომ იმას არ უმშობიარია რა. თავისი საქმელი მიხდიდოს. კი, აქაც ეგრე არის ზუსტად დღეს რომ ვიყავი სამშობიაროში დავტოვე ის მოთხოვნა მისი ინდივიდუალური ოთახის. იმიტომ რომ ერთადერთი მაგაში თუ გინდა რომ მაინც და მაინც მარტო იყო ოთახში, რაღაცა ძალიან მინიმალური უნდა დაამატო რა ზემოდან და იქ ეწერა დიდი ასოებით რომ გაითვალისწინეთ რომ თქვენ მეუღლეს არ ეკუთვნის უფასო. არავინ არ აჩვენს. ნაჭამი მოვიდეს თუ შეიძლება. უფასო დარჩა უბრალოდ საჭმელი არ დარჩენა კი, დარჩენა შეგვიძლია. სხვათა შორის მაგაზე გამახსენდა რომ ყოველთვის მეგონა ხოლმე რა აი ეს ინდივიდუალურ ოთახს რო ამბობდნენ ხოლმე სულ წარმომედგინა რომ ფრენდში რო არის რომ რეიჩელი ვიღაცასთან ერთად ოთახში მშობიარობს ეგეთი რაღაცა იქნებოდა რომ სიკრონში ჭირდებიან ქალები თურმე არ არის ეგრე თურმე არის რომ ანუ მშობიარობა თალკე შენთვის კომფორტულად მშობიარობ მაგრამ მე რომ დადიხარ პალატაში ხო, ისე ეგ მე მარტო ყოფნა ალბათ გაცილებით უფრო ეს არის რა, საჭირო რაღაცა და დაისვენო და ჩვენ გემოზე იყო. მე არ შემოხვდა ცალკე ოთახი სამწუხაროდ. ანუ ორი დღე მომეწია დარჩენა და პირველი დღე მარტოები ვიყავით და მეორე დღეს კიდევ ვიღაც შემოგვისახლეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოუნდა გაჩენა იგივე დღეს. არ ვიცი რა უზნეობაა. თავ შეიკავებინა ცოტათი გამართლებაზე. კიდე რამდენი ნოუთი მქონია. მე რაღაცა უნდა მეკითხა და დამავიწყდა. კაი, არა უშავს მე პროცესში გამახსენდება. ხო, ეს რომ მოვიმშობიარე და ანუ შესანიშნავი ბებიაქალი მყავდა შესანიშნავი ნებისმიერი პრეტენზია და კაპრიზი რომ მისმენ და აი ყველაზე სულელურსაც თავი დამიქნია და ამიხსნა რომ კი მესმის რომ შენ ეგ გინდა მაგრამ და ძალიან ეს I felt listened to რა ძალიან ესეთი ხო ეგ არის მნიშვნელოვანი მაგ მომენტში რომ რაღაცა მოწყვლადი რო ხარ ემპათია გამოიჩინა შენს მიმართ და არა პირიქით დაგძაბონ და გიყვირონ და განერვიო ანუ ბავშვს ქმარიც დაიჭერს თუ რამე არო გამოვა და პალატაში რო გადავედი მე რა როგორც გითხარით ორი დღე მომეწია მე დარჩა ერთი დღის ნაცვლად და ყოველ დღე ან ნებისმიერ წუთში რამდენჯერაც მარჭვალს დავაჭერდი, იმდენჯერ შემოდიოდა ჩემთან ლაქტაციის კონსულტანტი და ბევრი ყავდათ ცვლაში. ნებისმიერ კითხვაზე პასუხობდნენ და მე სახშიც რო წამოვედი და როგორც მოგახსენეთ ახლა ყოველ დღე
მოდიოდა ლაქტაციის კონსულტანტი და მარტო მაგაში არ მეხმარებოდა. დამეხმარო, ანუ რეალურად ბავშვს გაჩეჩებენ და არაფერი არ იცი ამბობს მე როგორ უნდა მოუარო. ანუ ჭამარა დროებში უნდა ვაჭამო, არ უნდა ვაჭამო. იქნება უბრალოდ იმიტომ რომ ზოგი გეტყვის რომ ხო ახლა ჰორმონები არიან და იმიტომ ტირიან და ბევრი არ უნდა აჭამო. იმდენი უნდა აჭამო, რამდენსაც შეიძლება. თურმე. ეგრე აღმოჩნდა. და აი ეგეთი ინფორმაციები თუნდაც ფრჩხილების დაჭრა პირველად, ბანაობა ამ ბავშვის პირველად, აი ნებისმიერი ეს მცირე დეტალი, რომელიც გგონია რომ რა ვიცი, არ არის იმდანაც მნიშვნელოვანი და როგორმე აღმოვაჩენ ახლა როგორ უნდა ვაბანაო, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, დედები რას გახარებიან ხოლმე ძირთადად. ისაც არის ხოლმე რეგროვე დედა როდის დაბანო. და ის რო გიზიარ, ჩემ დროს იყო ესა და ეს. არაფერი აღარ ახსოვთ დედებს თავისი. არაფერი აღარ ახსოვთ კი. ავიცი დედებს კი არა, ირგვლივ მაგაზეთ დაკვირვებული ვარ, რომ მე მგონი რაღაცა ეს მეგონი აი ყველაზე დეტალურად ახლა პიკოსგან მოვისმინე საერთოდ ყველაფერი მოყოლილი, იმიტომ რომ თქვენ ყველაფერი ეგრევე გავიწყდებოდათ მახსოვს. და ზოგან როგორ შეგვოდით ხოლმე? ესე იწერებიან ხოლმე მე ჩატში. კაცო, ეს როგორ იყო ეს 3 თვის რო იყო, რას ვაკეთებდი და არაფერი არ აქვს. ეგ არაფერი აღარ მახსოვს მართლა. მე ეხლა სულ 3 წლის წინ იყო და აი თოთო ბავშვის და ეს რაღაც ეტაპები, ვაქცინები, რა დროს რა ხდებოდა, არაფერი არ მახსოვს. მაგრამ მშობიარობა კარგად მახსოვს. ეგ არის ეგრეთ წოდებული პოლიკლინიკიდან ინფორმაციას გაძლევენ და აი ზედმეტად ტვინის განძრევა საჭირო არ არის რა ყველაფერზე მზამზარაული მოწოდებული არის, მით უმეტეს ისეთ მოწყვლადი ხარ მაგ პერიოდში, რომ აი ყველაფერი ეს ინფორმაცია რა არის სამთვეზე ნორმალური და ეგეთ რაღაცეები მომდიოდა პირდაპირ ამ მზამზარაული. ხო და ანუ ეს მშობიარობის შემდეგ კიდე რა არის, რაც ძალიან საინტერესო არის, რომ შემდეგი 6 თვის მანძილზე კიდე თუ აღმოჩნდა, რომ ლაქტაციაში რამე პრობლემა შეგექმნა, გაქვს უფასო 2 კონსულტაცია ლაქტაციის სპეციალისტთან და შეგიძლია მიხვიდე ნებისმიერ დროს ამ 6 თვის განმავლობაში და დახმარება ითხოვა და პლუს აი ეს ბავშვის შემოწმება რო დაგყავს ხო ყოველთვიურად თუ რაღაცა რო არის იქ რაღაც პერიოდულობით რა ჩვილი როცა არის ის healthcare provider-ი ანუ ის ექიმი რომელიც გაქცევთ ყურადღებას გავსეპინებს კითხვას რომელიც ეხმარება იმის დადგენაში შემთხვევით მშობიარ რა ქვია მაგას პოსტპარტუმი. აი მაგაზე მინდოდა კითხვა. depression-ი ხო არ გაქვს. Postpartum depression თუ დაგიდასტურდა ექიმის ან ფსიქოლოგის ამაში სპეციალიზებული ფსიქოლოგის დახმარება არის უფასო და სახელმწიფოსგან დაფინანსებული. და ანუ ესე პირდაპირ არ მოდის და პოსტპარტუმი ხომ არ კითხვას გაძლევს და იმითი, იმიტომ რომ მაგ დროს ხო ისაც ვერ ხვდები. არაფერი არ მაქვს, მაგრამ კი, იმიტომ რომ ბევრ დედების შემთხვევაში ვისთანაც ასევე მისაუბრე, რატო ველაპარაკებენ ბავშვიან ხალხს, მე არ ვიცი ეს თავისუფალი ქალბატონი, მაგრამ ბევრთან რაც მილაპარაკია ხოლმე არის რომ აი რაღაც 3 წლის მერე ხვდებიან რომ იმ მომენტში პოსტპარტუმი იყო რა სინამდვილეში და არა ის რომ აი ახლა ბავშვი გააჩნდა და რა თქმა უნდა არ იქნება კარგად ან რაღაცა ისა ხო ან და დღეს ახლა ხანს აღმოჩნდა რომ თურმე მამებსაც შეიძლება რომ დაემართოთ პოსტპარტუმ დეპრესია და ეგ ძალიან ნორმალური არის იმიტომ რომ მათ ცხოვრებაშიც ეს არის რაღაც არანორმალური ცვლილება და ეგეც გასათვალისწინებელი არის რა დღესდღეობით. მაგრამ იმის და მიუხედავად რომ ძალიან მინდა რომ ამ თემაზე დაუსრულებლად ვილაპარაკო და შემიძლია რომ დაუსრულებლად ვილაპარაკო ხალხო ფრენაზე დამაგვიანდება მე. ანუ ეს ველოდებოდი მომენტს რომ კიდე აღზრდაზე მაინტერესებდა რაღაცებს კითხვა, მაგრამ it's too much. შემდეგ პოდკასტში გავაკეთოთ დანარჩენი. კი, გამოკითხოს გავაკეთეთ, რომ გაინტერესებთ თუ არა როგორ და რამე ის იქნება ჯუნგლი თუ რა იყო მაუგლის ის რო იყო გახსოვთ პროგრამა ბავშვებს რომ აგეცდეთ და იმაში სიცივეში რომ პამპერს დაათრებდნენ და ეს მაუგლი ან მახსოვს ძალიან ბავშვობიდან ეგ თემები
ხო, დღესდღეობით მაგ ჯგუფში რო შეიხედო რაღაც ანტივაქსერების რაღაც საშინელება. რამე კელტური მოკლედ ისინი იქნება ბავშვს აღზრდის ტექნიკები, მაგრამ მაგაზე შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, ხო და ძალიან ის იყო, ძალიან დიდი თემაა მართლა, ძალიან საინტერესო და უკვე რაღაცა ანუ ხوار გავაკეთოთ ისლანდიაში რომელიმე ტურისტულს შევთავაზოთ მშობიარობის ტურები. და ჩვენ რაღაცა ორგანიზებაში დავეხმაროთ. არ ვიცი რა ჩვენ რა შეჭირდებით პირდაპირ პიკოს შევიძლიათ რომ დავკავშირდნენ, მაგრამ მაინც. ხო. მოგწონდით გამშობიარებთ. მე მგონი კარგი იქნება რომ პირიქით აქედან ცოდნა წავიღოთ, ხო? ცოდნა წავიდეს, ვიდრე ხო, პირიქით ხო. ანუ რა თქმა უნდა ყველას ვუსურვებ იგივე კარგი ცხოვრების გამოცდას, რაც აქ არის, მაგრამ ძალიან მინდა რომ იმ ქვეყანაში, სადაც მე გავიზარდე და გული ასე შემტკივა, მინდა რომ ყველას კონდეს აი ეს ადამიანური მოპყრობა ორსულობისას და მშობიარობისას განსაკუთრებით. ამიტომაც გვინდოდა რომ გაგვეზიარებინა რომ უკეთესი ცხოვრება არსებობს, ის ნამდვილია, შესაძლებელია და რაღაც ძალისხმევების ხარჯზე ოდესმე ჩვენ შემდეგ თაობებს იქნებ კონდეს მაგით ბედნიერება. დავამშვიდობოთ ხალხს და დავამშვიდობოთ მეც შეხვედრაზე უნდა ძალიან დიდი მადლობა ჭორაობისთვის. ხო, გავიცენთ მართლა აი ახლა ბავშვი უნდა გამოვიყვანა და ეგრე აეროპორტში მივდივართ. მოგეთ ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ. მადლობა პიკო რომ დრო დაგვითმე. მე ალბათ კიდე რამე თუ ისლანდიის ირგვლივ რაღაცა კითხვები გაქვთ, გამოგვიგზავნეთ და იქნებ კიდე გავესაუბროთ რამე სხვა თემებზე, რაც თქვენთვის საინტერესოა ისლანდიის ირგვლივ. რაც იგუგლება რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ სამი ხალისიანი ადამიანი მოგიყვებათ. და კომენტარი თუ გაქვთ, როგორც ყოველთვის გამოგვიგზავნეთ აუდიო კომენტარი ჩვენ მეილზე. და გვისმინეთ, გაგვაზიარეთ, მეგობრებს გავუზიარეთ, მადლობა დიდი და შევხვდებით ევროპაში. ისლანდიაში არ ამ შემთხვევაში. Так, сейчас стопэ.